ახალი პარტნიორი თავსებადობა განვიხილოთ ჩვენ. ესე იგი, ვისთანაც ახალი ურთიერთობა არის დაწყებული, შევეხოთ მოდით თავსებადობას. ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მათგანის შემთხვევაში ხურავთ წარსულს და აღებთ ახალ შესაძლებლობებს ერთმანეთის ცხოვრებაში. ანუ გავლენა, რომელიც თქვენც გაქვთ და მასაც. როცა ყოფილებთან არაფერი გამოვიდა, გადააწყდით ერთმანეთს, ზუსტად იმის გამო, რომ შეავსოთ ის ღრმულები, რომლებიც დატოვეს წარსულის ადამიანებმა. რაც გჭირდებათ ახლა, ეს არის სტაბილურობა, სითბო, ყურადღება და მზრუნველობა. რაც მთავარია, ორივეს ერთი და იგივე გინდათ. თუმცა პარტნიორის მხრიდან ალბათ შეამჩნევდით სიფრთხილეს, თითქოს ზომავს ყველაფერს, რასაც ამბობს, გწერთ და იქცევა. ამის მიღმა მასზე უნდობლობის კვალი მოქმედებს, რაც ნელ-ნელა, მაგრამ გაუვლის. ძალიან ძლიერი მიზიდულობა არის ამ კავშირში. პირველივე დღიდან არავის უყვარდება, ერთ წუთში არავინ. ამიტომ გაცნობიერება არის საჭირო, რომ დრო გჭირდებათ, მოიპოვოთ ერთმანეთში პირველ რიგში ნდობა. ასე დამყარდება ემოციური კავშირიც თქვენ შორის. მისი მხრიდან უკვე გაქვთ დიდი ინტერესი. თვისობრივი თავსებადობა არც თუ ისე დიდია, მაგრამ თუ კი რაიმე ისწავლეთ წინა ურთიერთობიდან, იგივე სცენარი რომ არ დაწეროთ, მაშინ შეძლებთ, როცა საჭიროა შეუტიოთ კიდეც და როცა საჭიროა კომპრომისებზეც წახვიდეთ. წარმოუდგენლად მიმზიდველი ხართ მისთვის. წარმოუდგენლად. რაც მასში აღვივებს კიდევ უფრო თქვენ და მის სწრაფვას, რომ უფრო ახლოს გაგიცნოთ, მეტი იცოდეს თქვენზე. საჭიროა არც ზედმეტად ახლოს მიუშვათ და არც ზედმეტად დაიფასოთ თავი. ბალანსი დაიცავით და ბალანსი დაგიცავთ შემდგომ უკვე თქვენ თვითონ. ჯერ კიდევ არის ჩამოსანგრევი სუხილავი კედლები წარსულთან, თუმცა გაქვთ შანსები მართლა მოსიყვარულე წყვილად გარდაიქმნათ. მთავარია არ გაიმეოროთ წარსული შეცდომები პირად ურთიერთობაში. შეცდომები კი ყველამ ვიცით, რასაც ვუშვებთ ხოლმე როგორც წესი. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 1673 53 ნომერი ეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.